მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ იცნობთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთო კვირის ენერგიები, მართალია ვერ მოვახერხე ორშაბათს 13 ურთა, მაგრამ იმედია, კვირა ხა იწყება და შესაბამისად შეძლებთ, რომ ასეთ ისე დაგეგმოთ მაინც. მოკლედ დავიწყოთ. კვირის ენერგიები ორი ვარიანტი იყოს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი იყოს ისეთი ვარდისფერი სპილო, მეორე ისეთი სპილო და ვნახოთ. აერჩეთ ვარიანტი და ვნახოთ კვირის ენერგიები. როგორი კვირა გველოდებათ, რას უნდა მიაქციეთ ყურადღება ყველაზე მეტად ამ კვირაში, ხო? 12-დან 19 იანვრის პერიოდში. იმედია იცით, მე მეორე ვარიანტს გადავდებ, პირველი ვინც აირჩია ვარდისფერი სპილო, რას უნდა მიაქციოთ. პირველ რიგში უნდა მიაქციოთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი. ხო, ანუ მაქსიმალურად უნდა მიაქციოთ ყურადღება მეორე სპილოს საბუთებთან მიმართებაში, რაღაცა კონტრაქტებთან მიმართებაში სამსახურში, რომ ყველაფერი სწორად გქონდეთ, ხო? ესე ვთქვათ. ამავდროულად შეიძლება რაღაცა ესეთი კონფლიქტური სიტუაცია იყოს, რაღაცა პრობლემური სიტუაცია კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში, ვთქვათ, კონკრეტულ მამაკაცთან მიმართებაში, ვთქვათ, პირად ურთიერთობაში და აქ უნდა იყოს სამართლიანი, ხო? ანუ სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ იქნებით, რა თქმა უნდა, დამნაშავე და მაპროვოცირებელი რაიმე სიტუაციის თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, თუ ის იქნება თქვენს თავს აუცილებლად უნდა მისცეთ იმის საშუალება, რომ არ აწყენინოთ, არ დათრგუნოთ და უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაცა არ გინდათ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია და თქვენი თავი არ დაიცვათ, ესე არ უნდა იყოს, ხო? სამყარო გეუბნებათ, რომ რაღაც ახალი ინფორმაციები შემოვა თქვენთან, რაღაც ახალი შესაძლებელია გვინოს გქონდეს ისეთი მომენტი, რომ სამსახური შეიცვალოს ან რაღაცა განახლება ხდებოდეს, ხო? რაღაცა ახალ პროექტს გაძლევდნენ და აი ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. ასევე მე ესე გეტყოდით, რომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულის არეში, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება აქ უბრალოდ ეს კონფლიქტური სიტუაცია ან რაღაცა ისეთი მდგომარეობა თქვენთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდეს, რომ რაღაცა არ მოგეწონათ და არ დაიზიანოთ თავი, ხო? ესე რომ ვთქვათ, ყველაზე მთავარი ეს არის. თუ ვიყავით მაქსიმალურად პრინციპულები, მაქსიმალურად დაკვირვებულები და კიდევ ერთხელ გეუბნებთ, აი შემდეგ კვირას თუ კი აი ვისაც გაქვთ კონკრეტულ საბუთებთან მიმართებაში კომუნიკაცია, ანუ სიტუაცია, ხო, აი ვთქვათ, ხა იურისტი ხართ ან რაღაც ბუღალტერი ხართ, ხო, რაღაც ისეთი მდგომარეობა, სადაც აი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რას მოაწევთ ხელს, რას გააკეთებთ, გადაამოწმეთ, არ გაგეპაროთ რაღაცა ესეთი ლაფსუსი, რომელიც მე შეიძლება გამოიწვიოს თქვენთვის რაღაცა ტკივილი, იმიტომ რომ თქვათ მიიღოთ საყვედური, ხო, კონკრეტული ადამიანისგან. მაქსიმალურად უნდა ესე ვთქვათ, მიაქციოთ ყურადღება თქვენს გარშემო ინფორმაციებსაც, რომ თქვათ, ახლა ნახეთ, შეიძლება ვიღაცა კონტრაქტს არ აწერს ხელს, მაგრამ ინფორმაცია მიიღეთ, ვიღაცა მოგიტანათ რაღაცა ენა, თქვენ მეორე ადამიანს რაღაც ცუდად უყურებთ, ან უბრალოდ გადაწყვეტეთ, რომ საერთოდ აღარ დაეკონტაქტოთ, მაგრამ ამ დროს შეიძლება აბსოლუტურად აბსურდი ინფორმაცია მოგიტანათ ვიღაცამ და თქვენ რომ არ გადაამოწმეთ, საბოლოო ჯამში არასამართლიანად მოიქცეთ, ხო? აი აქ რაღაც ეს მომენტები ისახება. მოკლედ გაფრთხილდით, პირველი ვარიანტი მაქსიმალურად, თუ კი რაიმე ინფორმაციებთან და საბუთებთან გაქვთ კომუნიკაცია. ნახოთ, მეორე ვარიანტი, ვინც არის მეორე სპილო, თქვენ ჩანს.
შეეხება მეორე ვარიანტს ყველაზე ესეთი საკმაოდ ესეთი ვიტყოდი ოჯახური გარემო გექნებათ შეიძლება ითქვას თქვენს ოჯახთან ერთად. იცით რა არის აქ რაღაცა ქაოტური და ქაოსური და რაღაც ესეთი ძალიან ისეთი აქტიური შეიძლება არაფერი ისეთი არ იყოს, შეიძლება აქ რაღაცამ გააგრძელოს დასვენების პერიოდი ყოველ შემთხვევაში. ეს ერთი კვირა, მეორე ვარიანტისთვის იქნება რაღაცა იცით როგორი მომენტი, აი ერთ ადგილას გაჩერების, ერთ ადგილას დაჯდომის და რაღაცა გაანალიზების შეიძლება ხო რაღაცას მეორე მხრივ შეიძლება სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ რაღაც აი იცით რა არის ნახეთ ზედმეტად არ დატვირთავთ თავს ესე ვთქვათ რაღაცა თქვა სამუშაოს მდგომარეობით არ დატვირთავთ თავს რაღაცა ესეთი სირთულეებით ხო მეორე ვარიანტის უფრო შედარებით მსუბუქი პერიოდი გელოდებათ, მსუბუქი მდგომარეობა გელოდებათ, აქ როგორი მომენტიც, აი უფრო საკუთარ თავთან გადაანალიზების მდგომარეობის სიტუაცია როცა არის, აი რაღაცა სახში ცვლილებები, ოჯახში ცვლილებები ხო? ოღონდ ესეც რაღაცა არა ისეთი სირთულეების, უბრალოდ აქ როგორი მომენტი, ესეთ რაღაც რაკურსი უნდა აიღოთ, შეიძლება ითქვას. ნახეთ, ვთქვათ, გინდათ რაღაცა შეცვალოთ, ხო? თუნდაც რაღაც ოთახების განლაგება, ან ავეჯის განლაგება, ხო? აი რაღაცა ფიქრის მდგომარეობა იქნება, რომ დესაც აი როგორ გავაკეთო, ხო? რა სირთულეებთან მაქვს საკითხი, ხო? აი ძირითადი მდგომარეობა მეორე ვარიანტისთვის იქნება ეს რაღაცა ოჯახური იდილის შექმნა, ოჯახური ვახშამი, ოჯახური შეხვედრა, ხო? ნუ შეიძლება რაღაცა სანათესაო გეგმოთ შეიკრიბოთ, ხო? რაღაც აი აქ გექნებათ კომუნიკაცია თქვენს ძალიან ვიწრო და ახლობელ ადამიანებთან. შეიძლება შვილების მდგომარეობა იყოს, ხო, რაღაცა შვილებთან გაქვთ გადასაწყვეტი, ნახეთ, აი გაქვთ რაღაცა ისეთი სიტუაცია, როდესაც გარდატეხის პერიოდში არიან ბავშვები, ყოველთვის რაღაცა იჩენს ხოლმე თავს, ხო? ნუ რაღაცა იმ სცენარით, რომელთაც ურთიერთობდით ბავშვთან, შეიძლება რაღაცა მოხდეს ისე, რომ მიხვდეთ, რომ აი მოდის ცოტა შევცვალოთ, ხო, რაღაცა ითქვა თუ უფრო მკაცრი იყავით მის მიმართ, მოდი უფრო რბილად მოვექცევი, ხო, უფრო მეტად შევხედავ რაღაც მივცემ საშუალებას თავისუფლების რაღაცა სხვა კუთხით შეიგნოს ყველაფერი. ნუ თუ თქვათ რაღაცა ისეთი პრობლემის, ანუ თქვათ, თუ გქონდათ ისეთი სიტუაცია, დედის და შვილის, ან მამის და შვილის ურთიერთობა, შეიძლება გადაწყვეტოთ, რომ მოდი რაღაცა მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, რაღაცა უფრო მეგობრულად მივუდგე ამ ყველაფერს. აი მეორე ვარიანტისთვის, აი ეს არის კვირა, როდესაც უფრო მეტი აქცენტი თავის პირად სივრცეზე, პირად ოჯახზე, პირად მდგომარეობაზე ექნება. ნუ ხა ვისაც შვილები არ აყავს, ხო გეუბნით აქ რაღაცა შეიძლება უბრალოდ ცვლილების მდგომარეობა გქონდეთ, რაღაცა შეცვლა გინდოდეთ, რაღაც ხალისება გქონდეთ, გინდოდეთ სახლში, ხო? ანუ თქვათ, გადაწყვეტეთ, რომ აი ახალი წელია და ახალი წელი დავიწყო რაღაცა ისეთი მოვიშორო ზედმეტი ნივთები, ხო, რაღაცა სახლის დაალაგება დაიწყოთ. აი აქ ეს მომენტები ისახება, ნუ მეორე ვარიანტი ძირითად შემთხვევას ატარებს ოჯახურ გარემოში, სიმშვიდეში, სასიამოვნო ატმოსფეროში და აი გადახედვას უყურებს სად რა და როგორ გადაანაწილოს, სად რა და როგორ გაყოს თავისი, თქვათ, ემოციები, თავისი რესურსები, ხო? რაღაცა, თქვათ, ახლა შეიძლება დიდი ოჯახი გაქვთ და თქვენ ხართ რაღაც ესე ვთქვათ, დამხმარე ძალა, რომელიც თქვათ მატერიალურიც უზრუნველყოფს, ხო? და ნუ რაღაცა გინდათ რომ გამოინთავისუფლოთ, ხო? რაღაცა გადახედავთ, რომ აი მოლაპარაკება შეიძლება აწარმოოთ ოჯახის წევრებთან, რომ აი თქვათ, მოდი გავაკეთოთ ეს, ან რაღაცა შევცვალოთ ეს და მე აი ამას გავაკეთებ, თქვენ ეს გააკეთეთ და რაღაცა ურთიერთ კავშირი და ესეთი რაღაცა ვერ ვიტყვი რაღაცა ისეთი აი საკმაოდ სასიამოვნო პერიოდი გაქვთ მეორე ვარიანტს აი თქვენი ესე ვთქვათ ოჯახური მდგომარეობა ხა რაღაცა ცვლილებები რომელიც იქნება აი თქვენ და სასიკეთოთ ხო აი მიხვდით რომ ნუ მე
რაღაცა ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს და მოდი ახლა რაღაცა ყველასთან გადავანაწილებ, ხო, რაღაცა თქვათ თუ შემომტანი ძმე ვარ, სახლის საჭმელსაც მე ვაკეთებ, თქვათ ვალაგებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ხა რაღაცა დავგეგმავ ისე რომ ყველამ რაღაცა გააკეთოს, ხო? ყველამ რაღაცა მონაწილეობა მიიღოს რაღაცა ამ ოჯახურ იდილიაში და გარემოში. აი ესეთი ერთი კვირა გელოდებათ მეორე ვარიანტს. მე ბედნიერ კვირას გისურვებთ, წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს და გისურვებთ რომ ყველაფერი გქონდეთ ისე როგორც თქვენ გინდათ. დროებით.